ეს არის ჩემი მცირე ალტარი, სადაც მოთავსებულია მეფე კლაუნეკისთვის განკუთვნილი ნივთები, პალო სანტო, რომელიც არის წითელი ფერის შეღებილი, მისი ბეჭედი, რომელიც მე გამოვჭედე სპილენძისგან. ეს არის სპეციალური ზარი, რომლითაც მე მას ვუხმობ ხოლმე მის ყურადღებას. პატარა ბოთლში არის დრაკონის სისხლით დამზადებული სპეციალური ზეთი, ეთერზეთებით შეზავებული. ამის რეცეპტს მე გაგიზიარებთ. პატარა ბროლის ქვა, კრისტალი, სპეციალური სანთელი, შავი, რომელიც სულ აქ არის. ძალიან მიყვარს. დააკვირდი წითელ ფერს, ეს არის ზუსტად დრაკონის სისხლით მომზადებული კლაუნეკის ზეთი. რა თქმა უნდა, პატარა სანთლებს მე ვცვლი ხშირად. ეხლა აქ მოჩანს ყვითლად, თუმცა ეს არის წითელი, იგივე ზეთის დამატებული, იგივე ზეთი. აქ ყოველთვის დაამატეთ ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ლუციფერის სიგილები და კლაუნეკი, რომელიც არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული, შეგვიძლია ადამიანურ ენაზე ვთქვათ, საყვარელი მეგობარი. რა არის ეს? ფირფიტა და ცვილის, რომელზეც არის სპეციალური ქაღალდი. მე ახლა ამას ჯერჯერობით ვამზადებ, აქ იმიტომ არის, რომ დაიმუხტოს. შემდეგ გასავლით მარტივ ხერხს აქ იწერება პეტიცია, ან უბრალოდ სამადლობელი და დებთ ალტარზე, კეთდება სპეციალურად, ამასაც ახლა გაგიზიარებთ. შეგიძლიათ ასე გააკეთოთ, მასთან ურთიერთობა არის ძალიან სასიამოვნო. მისი ენერგია არის დამამშვიდებელი და ის არის ძალიან კარგი მეგობარი და მასწავლებელი. ძალიან კარგი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ რადგანაც ის დაკავშირებულია მარსთან, აგრეთვე ის არის მეფე, არიან ისეთი დემონური ძალები, რომლებიც რამდენიმე ტიტულს ითავსებენ და მათ შორის კლაუნეკიც ასეთია. და ამიტომ არჩევანი არის დიდი. პირველ რიგში, როდესაც თქვენ უკავშირდებით ასეთ ძალას, თქვენ უნდა გქონდეთ კარგად შესწავლილი მისი ცნობიერება, მასთან კონტაქტი უკვე უნდა გქონდეთ კარგახანი. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე თვე უნდა ეცადოთ. ასე უბრალოდ არაფრიდან აღებული დღეს რომ მოვისმენთ ამ ვიდეოს თქვათ და ადგებით და გააკეთებთ, ასე არ გამოვა. ცოტა ხანი შეგიძლიათ მასთან ურთიერთობა. უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეც მოითხოვთ, მით უფრო მეტი იქნება თქვენი გადასახადი. ახლა ერთი პალო სანტოს ჭხირით და რაღაც ელემენტარული ალტარით, რომელიც სხვათა შორის არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული, თქვენ მოითხოვთ ის, რომ ერთ თვეში გახდეთ მილიონერი, ასეთი რამე არ იქნება. ამიტომ უნდა დაიწყოთ მუშაობა თანდათან. უნდა შეისწავლოთ არა მარტო ის, არამედ თქვენი თავიც მასთან ურთიერთობაში, თქვენი ცნობიერის რეაქციები, დაუკვირდეთ თქვენ სიზმრებს და ზოგადად გამოყოთ ცალკე პატარა უბრალო რვეული, სადაც ჩაიწერთ მასთან ურთიერთობის დასაწყისიდან, პირველივე დღიდან თუ ღამიდან ყველა დეტალს. არ არის საჭირო პოემების წერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ უნდა ასახოთ ეს ყველაფერი. რომ არ დაგავიწყდეთ და რა თქმა უნდა თარიღები უნდა დაწეროთ. ახლა მე მოვამზადებ ვიდეო ჩანაწერს იმისთვის, რომ გაგიზიაროთ რა და როგორ ხდება და ელემენტარული რიტუალი მოგცეთ იმისთვის, რომ დაიწყოთ მასთან დაკავშირება. მოვამზადე ყველაფერი იმისათვის, რომ გაჩვენოთ როგორ კეთდება
ელემენტარული მომზადება როგორ ხდება დემონ კლაუნებთან დასაკავშირებლად აქ მე ჩავდგი კარგი ხარისხის სასმელი ჩავამატე არ გამორჩეს რომ უნდა გითხრათ კარგს იზავთ თუ პარფიუმერიას თქვენს პარფიუმერიას აქ სადმე ახლოს დადებთ და მოხდავთ და ყოველთვის როდესაც სადმე სერიოზულ შეხვედრაზე ან გადამწყვეტ საქმეზე მოგიწევთ წასვლა შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ძალიან კარგია მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მეხმარება ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ დღეს გეპატიჟებით ჩემთან სტუმრად მცირე ნაწილში ჩემი რიტუალური ოთახის ზოგს საკურთხეველი და მე კი ასეთი პატარა ადგილი აქ. ეხლა მე აგიხსნით რა ხდება. ჩვენ საუბრობდით იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ კლაუნიკისთვის ელემენტარულად რაღაც მასალა მოამზადოთ ხომ? მე აგრეთვე ეხლა გაჩვენეთ აი ეს არის ცვილის ფირფიტა რომელზედაც არის თხელი ფურცელი ძალიან ადვილად იწვის. ერთი შავი სანთელი, ну ეს სპეციალურად მაქვს დადებული პატარა რქა იმისთვის რომ დაიმუხტოს, ეს არის ჩემი ნების გამომხატველი, აგრეთვე ну მოკლედ ძალიან ბევრი რამის, ამაზე ახლა არ არის ამ წუთას საუბარი. ყოველ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისეთი მაგიური ინსტრუმენტები, რომლებსაც ხშირად იყენებთ, ხო? მოათავსოთ აქ და ზედ და დამუხტოთ ისინი. მაქვს მაგალითად მორიონის ქვა, რომელიც კრისტალი, რომელიც ყოველთვის ნებისმიერ ჩემს რიტუალში, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის არის მაქვს თან და ის იმუხტება გარკვეული ძალით. ყველაფერს აქვს თავის მეხსიერება, გავისეირნოთ ჩემს სამუშაო მაკიდაზე. ყველაფერს აქვს თავისი მეხსიერება, ყველა საგანს და ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ეხლა რაზე არის აქ საუბარი? თქვენ მე წახან გითხარით აი ეს შევანჭრით. ნახეთ, წითელი ფერი აქვს, იმიტომ რომ აქ დრაკონის სისხლი არის გამოყენებული. ეხლა დამავიწყდა აქ დადება და ცოტა ხანში დავამატებ, გეტყვით როგორია რა არის. თუ ვერ იშოვით, რაც ძალიან რთულია, ეხლა ერთი წუთი მე მაქვს გადადებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ თუნდაც არომატული ჭხირები, ჩამოფხიკოთ ამ ჭხირებიდან. ძალიან კარგი არის ვარდი, მე ძალიან მიყვარს ვარდი და ძალიან მიყვარს ვანილი. მაგრამ ამასთან ერთად თქვენ უნდა მოიმარაგოთ ძალიან ბევრი თანდათან გიგროვდებათ ყველაფერი რაც საჭიროა. არომატულზე მე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი აი ამას. პატარა ჭხირი, რომელიც ამთი აქვს, ხო? დათებული. ეხლა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ შეძლოთ რაღაც თქვათ შეაგროვოთ და გქონდეთ იქ იმ ადგილას, სადაც გექნებათ პატარა ალტარი განკუთვნილი დემონ კლაუნეკისთვის. დააკვირდით? ეს არის რა? დარეჩინი. პატარა ჭხირები არის სანდლის ხის ნაჭრები. ხო? ცოტა საკმეველი, ეს არის საკმეველი. ნატურალური, რომელსაც მე არ დავანაწევრებ, არაფერს არ გავაკეთებ. ეს ჩავა პატარა ჩანთაში. ეს ყველაფერი მე უკვე მომზადებული მაქვს. არეულია ერთმანეთში. ისინი შეზავდება კანაფისზეთან, რომელიც მე უკვე გითხარით, გაჩვენებთ ახლა კიდევ ერთხელ. აი ეს მასლა, კანაპლიანოე აწერია. შეგიძლიათ ცოტა ზეითუნის ზეთიც დაასხათ, მაგრამ მე კანაფის ზეთი ძალიან საკმაოდ მყოფნის. შეგიძლიათ აგრეთვე უნდა გქონდეთ სპეციალური კოზი, რომელიც მარტო ამ საქმებისთვის იქნება განკუთვნილი. ну დაახლოებით ასეთ ახლა უკვე გაისვარა აქ. კარგი იქნება თუ ექნება ხის
სახელური, როგორ გითხრათ ზუსტად, ხის სახელური. რაც შეეხება სანთლებს, რომლებზეც თქვენ მოგიწევთ ფუნჯით, სპეციალური ფუნჯი შეგიძლიათ შეეძინოთ, კარგი ხარისხის, რბილი და მარტო ამ საქმეებში გამოიყენოთ, როდესაც თქვენ აი ამ ყველაფერს მოამზადებთ და მოგინდებათ მაგალითად რიტუალის წინ სანთელზე წაუსვათ, ხო? როგორ გააკეთებთ? ფუნჯს იღებთ და უსმევთ, მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი მარტო გარედან რომ არ იყოს. ნახეთ რა უნდა გააკეთოთ, იყიდება აი ესეთი დანებივით, გამოსაჭრელი. აი ნახეთ, ახლა ეს უკვე სანთლიანია და ჭრით ზოლებს აკეთებთ ამაზე. არ ვიცი როგორ გაჩვენოთ. ვეცდები როგორღაც ახლა მოვიტანეთ სანთელს თუ აჩვენებს. აი ნახეთ როგორ არის. აი ხედავთ? აი დასერილია. რატომ? იმიტომ რომ ზეთი, რომელსაც თქვენ წავუსმევთ, მთელი თავისი სილამაზეებით, კარგად უნდა შევიდეს შიგნით. უფრო უკეთესი მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ახლა ამაზე ახსნით ძალიან შორს აგვიყვანს. ხო, შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი ზეთი აი ასეთ ბოთლში. მე სპეციალურად მაქვს გაკეთებული ეს ბოთლი მთელი თავისი რაღაცეებით. ამას ახლა ვერ გეტყვით ჯერჯერობით. მოკლედ, როდესაც ზეთი მზად იქნება რიტუალის წინ, მე დიდად არ მწამს ის თეორია რაღაცის, რომ უნდა წაუსვათ ზემოდან ქვემოთ, ან ქვემოდან ზემოთ. მე ვაკეთებ ასე. ერთი მხარე, როგორ ჩათვალეთ ნახევარს აკეთებთ, ხო? აი ნახევარი გაყავით სანთელი. აქედან დაიწყებთ ახლა ზემოთ, მერე ჩახოთ ქვემოთ, რომ იყოს ბალანსი. თუ სულ არა გაქვთ ამის შესაძლებლობა და ესეთი მდგომარეობა, რომ ბევრი ლაილაის დრო არ არის, არადა წესით უნდა გამოყოთ დრო და უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი ზედმიწევნით, მაშინ ჩვეულებრივად როგორც თქვენი გული კარნახოთ, ისე გააკეთეთ. ხო, შეგიძლიათ ასევე სპეციალური ძაფი შეიძინოთ, წითელი ან შავი ფერის მით უკეთესი, ამოვალოთ მე ამ ზეთში. და თუ სულ არაფერი არ გაქვთ, შემოახვიოთ სანთელს კარგად, სანთელი ცოტა დაარბილეთ ხელში, რომ თვითონ ეს ძაფი კარგად გაჯდეს შიგნით, რომ შევიდეს, ან და როდესაც დაახვევთ. ამ ძაფს ძალიან ბევრი არ უნდა. მე ეს ყველაფერი გადაზავებული რაც არის, ბრტყელ სინაზე გადაიტანეთ და ეს სანთელი ხელებით კარგად აი ესე გადაატარეთ ზედ, შეაზრილეთ კარგად, ხო? წარმოიდგინეთ ეს, აი ასე უნდა გადაიყვანოთ, ხო? გასაგებია. ეხლა რა გვაქვს აქ? რა გვაქვს აქ? რატომ დავდივი მე პალო სანტოს დამწვარი ნაჯერი? ნახეთ? საქმე იმაშია, რომ მე არ ვაგდებ აი პალო სანტოს დამწვარ ცხვირს, როგორ მინდა რომ გაჩვენოთ ნორმალურად. ხო. რატომ? იმიტომ რომ ეს ნახშირი არის ძალიან კარგი ჩვენი მიზნებისთვის. მოკლედ ჩამოფხიკავთ ამას ცოტას, სპეციალური დანა უნდა გქონდეთ აუცილებლად. მე ძალიან მიყვარს ლავანდა. ძალიან. აქ მაქვს მე ლავანდა. აი ეს არის ლავანდა. პიტნა ცოტა აბზინდა. მას უწოდებენ პალინი, რუსულად, აბზინდა ქვია ქართულად, მე მგონი არ ვცდები. გითხარით უკვე რომ სანდლის ხის ნაჭრები არის, აი 2 ცალი, აი ესენი პატარები. მე აქ ერთი დავდე, მაგრამ 2 ცალი შეგიძლიათ დადოთ. და აი ეს რასაც მე ვიყენებ, არის რუსულად ეწოდება ბოდიში, ტელეფონს ცოტა ეკრანს ვერ ვიჭერ სწორედ. ეს არის რუსულად უწოდებენ დურმან. დურმანი არის საკმაოდ რთული მცენარე, აკრძალულიც, როგორც იშოვით, არ ვიცი, მე მაქვს ეს კარგახანია და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დურმანს არ გასდის ვადა, ჩემი დაკვირვებით, რაც არ უნდა იყოს. არის ისეთი მცენარეები, რომლებსაც და ზეთები სხვათა შორის, რომლებსაც ვადა არ გასდით. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ ასე მოინდომებთ და შეგიძლიათ
როგორ გითხრათ, დააკონსერვოთ მისი ჯადოსნური თვისებები. არსებობს ესეთი რიტუალები. იმიტომ რომ ყოველთვის შეუძლებელია რომ რაღაცა შეიძინო და შეიძლება ვერ იყიდო უბრალოდ არ იყოს, ან ვერ იპოვო. ხო? ეს ძალიან კარგი არის თუ თქვენ გარისკავთ აი ამ დურმანის შოვნას, თუ იშოვით ნამდვილს, აუცილებელი არ არის იქ თესლი იყოს მისი ანუ მარცვლები, ხო? საკმაოდ ძლიერი არაფრით არ გაირჩევა მისი ღერებით გამხმარი ფოთლები და ასე შემდეგ. ადრე დურმანი იყო ყველგან, მაგრამ ეხლა უკვე რაც აიკრძალა, მას ფაქტიურად ვერ ნახავთ. ხო, რისთვის დაგჭირდებათ დურმანი? იმისთვის რომ თუ არ შეგეშინდებათ სერიოზული ტრანსული მდგომარეობა გამოიწვიოს, მაგრამ არა მიიღებით, იმიტომ რომ ეს ფსიქიკური შეუქცევადი ფსიქიკური აშლილობით დასრულდება, გამოყენებისკენ არავის არ მოუწოდებ, ეს არის ძალიან საშიში საკითხი, მოიძიეთ ინტერნეტში, ჰკითხეთ სპეციალისტებს და მიხვდებით, ეს არის უბრალოდ ამას არც კი ვწვავ, ეს არის უბრალოდ როგორც სიმბოლო, როგორც ყველაფერი, რომელიც გამოსცემს ენერგიას და მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ გექნებათ საკმარისი რწმენა და თქვენი ნება, როგორც პრაქტიკის იქნება საკმარისი, მათი ენერგია სავსებით გეყოფათ იმისათვის, რომ თქვენ მიაღწიოთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. იმიტომ რომ როდესაც თქვენ იყენებთ ამ ნივთიერებებს, რაც არის ეთერზეთები, ხომ, დრაკონის სისხლი, სხვადასხვა ბალახები, საკმეველი ნატურალური, ეს არის პატარა ობსიდიანის ნატეხი, ეშმაკის კლანჭი, ეს არის ჯინჯერ, არ მახსოვს ქართულად როგორ არის ბოდიშსიხტი, დიდი ბოდიში, აგრეთვე თაფლი, ეს ყველაფერი როცა თქვენ, რა თქმა უნდა, ეთერზეთებთან ერთად შეკრიბავთ და გააქტიურებთ, ხო, რიტუალურ გარემოში, მაშინ უკვე ის შეიძენს თქვენი ნების მეშვეობით და იმ ძალების მეშვეობით საკმაოდ დიდ ძალას. რადგან ყველაფერი ძირითადად დამოკიდებულია თქვენზე, თქვენი გააზრებით, თქვენი ნებისყოფით, თქვენს მიერ გაწეული შრომით და იმ ძალისხმევით, რომელსაც თქვენ ხარჯავთ იმისათვის, რომ რაღაც ელემენტარულს მიაღწიოთ, ხომ? ჩვენ აქ დასაწყისებს საუბრობთ. ძალიან ბევრ რამეს წყვეთ, რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რასაც თქვენ აკეთებთ აქ ფიზიკურ რეალობაში, ხო? გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, პირველ რიგში მე მოგიწოდებთ, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, მოქალაქე, რომელიც ძალიან კანონების მოყვარულია, წესრიგის, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ არავინ არ დააზიანოთ თქვენი საქმიანობით და არავინ არ შეაშინოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს თქვენთვის პირველ რიგში და სხვებისთვის აუცილებლად უსაფრთხო. ნებისმიერი. არ უნდა მოქმედებდეს თქვენს ფსიქიკაზე. ეს აუცილებლად უნდა გითხრათ. თუ თქვენ გაქვთ შიშები ან რომელიმე რელიგიური ეგრეგორი მოქმედებს თქვენზე, ანუ თქვენ გაქვთ ფსიქოლოგიური, სულიერი, ქვეცნობიერი ბმა, კავშირი რაღაცასთან და არის თქვენი ბლოკები, ეს წინააღმდეგობები, რის გამოც თქვენ გეშინიათ გარკვეული საქმის კეთება, ხო, კონკრეტულად ახლა ეს მაგიური საქმიანობაა. ამიტომ თქვენ უნდა შეიკავოთ თავი. თუ განსაკუთრებით გაწუხებთ ან დეპრესია, ან გადამეტებული აგრესია და ასე შემდეგ. მით უმეტეს თუ გარისკავთ და იშოვით დურმანს. ხო, ოვამისოთაც შეიძლება უბრალოდ კარგი პრაქტიკი თუ ხართ და გაქვთ ან და ხართ იმდენად როგორ გითხრა, ცოტა სასოწარკვეთილიც, რომ რაღაცას მიაღწიოთ და შეისწავლოთ, ეს არის თქვენს რისკის ფასად. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავითარ შემთხვევაში კანონს საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ჩაიდინოთ. თქვენმა ელემენტარულმა მოქმედებამ არ უნდა დააზიანოს არავინ, არც მიცვალებული, არც მით უმეტეს ცოცხალი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს. ხომ? რატომ გეუბნებით? ყველაფერი ეს, რაც არის აქ, არის დასაყრდენი, როგორც ანკესი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი შინაგანი სამყაროდან, სხვა რეალობებიდან ცოტა გავამარტივებ, რომ დამწყებთათვის კარგი ადვილი გასაგები იყოს. დამიწების, ასე ვთქვათ, ამ რეალობაში საყრდენისთვის ვიყენებთ.
მე ვცდილობ რომ ძალიან მარტივად გითხრათ, იმიტომ რომ მაყურებლების შორის არიან ისინი, ვისაც წარმოდგენა არ აქვთ რასთან აქვთ საქმე და რა არის მთელი ამ ზღაპრული ნივთების და ამ სამყაროს საშიშროება. თუ თქვენ გაუაზრებლად გააკეთებთ რამეს. ხო? ამიტომ ეს ყველაფერი რაც არის თუნდაც აი ამ თეფშზე არის არა მარტო ენერგიის წყარო და თქვენი ნების გამოხატვა, ხო? არამედ საყრდენი ამ რეალობაში. ის რაც თქვენ გინდათ, თქვენი ნება, როდესაც თქვენ ამზადებთ რაღაცას, ამ დროს არ უნდა გქონდეთ არავითარი სხვა აზრი, ის და უნდა იფიქროთ კონკრეტულად ამაზე, მაგალითად, რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს, რისთვის გინდათ. ეთერზეთებიდან არ დამავიწყდეს, მე ჩამოვთვლი, რა არის ეთერზეთებში. აქ აუცილებლად მე უნდა დამემატებინა, მაგრამ არ გავაკეთე, ახლა ვიგეტყვით, ესე იგი. მე ძალიან მიყვარს ოპიუმის ეთერზეთი, ვანილი, აქ არის მირა, ეს არის ვარდი და აუცილებლად იტნა ცოტა ლავანდა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ამისი სურნელი და ეს კარგად მაქვს გამოსტილი, ლავანდას ხშირად ვიყენებ. აბზინდა, პალინ, რუსულად. შეგიძლიათ მწვანე აფთიაქებში მოიკითხოთ, ეს უკვე გითხარით რა არის, ხომ? ამ ყველაფრისგან თქვენ ამ ყველაფერს აურევთ, ეთერზეთებს დაამატებთ. რამდენიმე წვეთი თაფლი ამ ყველაფერს მოურევთ, მოათავსებთ პატარა ქისაში, რომელიც კარგი იქნება თქვენ თუ შეკერავთ. უნდა გქონდეთ დემონ კლაუნეკის ბეჭედიც, პეტიცია, რომელსაც თქვენ დაწერთ, შეგიძლიათ დემონოლატრიაში მაგალითად წავენ ხოლმე, მაგრამ ეს თქვენს ნებაზეა, აუცილებელი არაა დემონოლატრი იყოთ, ხო? ხო, დაწერთ პეტიციას, გაახოთ ამ ყველაფერს. სანთელს აქვს შესანიშნავი, აი ამ ცვილის ფირფიტას აქვს შესანიშნავი სტრუქტურა იმისთვის, რომ შეიწოვოს ზეთიანი. როცა თქვენ წაусმევთ, ხო, ეს მასალა, შემდეგ უკვე დაწერილ ქაღალდს დადებთ, გაახვევთ ამ ფურცელზე, იმაზე, სანთელზე, ხო? და დაანთებთ. მე ამას ვაკეთებ მაგალითად ხშირად იმისათვის, რომ თუნდაც მადლიერება გამოვხატო. ძალიან ბევრ რამეში, ანუ ურთიერთობაში რა საკითხზეც გინდათ მასთან საუბარი, შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს არის, მე ყოველ შემთხვევაში ელემენტარულად ამას ასე ვიყენებ. იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც მე მკითხა, როგორ იმუშავოს დემონ კლაუნეკთან, რადგან თავიდან, როდესაც მოგიყვებით პატარა ისტორიას, თავიდან, როდესაც ეს ქალბატონი იყო ჩემთან, მას არათუ რაღაცის რწმენის დეფიციტი ჰქონდა, არამედ ის იყო საკმაოდ ისეთი თავდაჯერებული ათეისტი. ხო, მაგრამ გაჭირვება იქამდე მიიყვანა, რომ მოკლედ ნაცნობობით მოხდა ჩემთან. ხო, და მოკლედ ამ ქალბატონმა მითხრა, რომ იცით რა, მე ესეთი და ესეთი მდგომარეობა მაქვს, ძალიან დიდი ბიზნესი მქონდა, მაგრამ მისმა ქმარმა მეუღლემ უღალატა და თან გააკეთა ისე, რომ როდესაც ისინი იყვნენ სადღაც დასასვენებლად, ყველანი იყვნენ ცოტა შეზარხოშებულები, შეიძლება ვთქვათ, და ამ მდგომარეობაში, როდესაც იყო ეს ქალბატონი, მისმა მეუღლემ მოაწერინა ხელი, გადაიფორმა ბიზნესი, მერე სასამართლო, მთელი ამბები და მოკლედ ეს ქალი გულმოკლული იყო, რომ 30 წლის ქორწინება ვიღაც ახალგაზრდა ქალის გამო ასე დამთავრდა და არაფერი მას არ ახელბებდა, ერთადერთი ის, რომ გადაერჩინა თავისი ფინანსები, ბიზნესი, რომელიც ადრე მშობლებმა დაუტოვეს, მოკლედ ეს ძალიან დიდი ისტორიაა და უბრალოდ სპორტული ინტერესით მოვედი თქვენთან, იმიტომ რომ საერთო ნაცნობები გვყავსო და არ მინდა რომ გულში ხინჯად დამრჩესო. გულში ხინჯად და ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ეს ამბავი. მე როდესაც ესე გარკვეული პირობები მანაც შეასრულა, მე ასე ვმუშაობ, ჩემი კლიენტები, უпростоრეთ მათ ეძლევათ აუცილებლად რაღაც პატარა დავალებები, რომლებიც უნდა შეასრულონ. მაგალითად, გეტყვით, გაუგებრობა რომ არ იყოს, აკეთონ სიკეთე.
გასცენ მოწყალება გარკვეული რიცხვის პერიოდში, ხო? ვთქვათ, ყოველი თვის პირველ ან 3, ან 6, ან 2 ნებისმიერ, ხო, რიცხვში გასცენ მოწყალება, დაანთონ სანთლები, მიუტევონ, ვთქვათ, ფული გადაურიცხუნავად მყოფ ბავშვს ან მოხუცს და ეხმა ჩვენს საყვარელ ფისუნიებს, ხო, ძაღლებს, უპატრონოებს და ასე შემდეგ, ანუ სიკეთის გაკეთება თუ უნდა ადამიანს, მას თავისუფლად შეუძლია იპოვოს ის, ვისაც ეს სჭირდება, სიყვარული სჭირდება, ხო? და იმის შემდეგ, რაც ამ ქალბატონმა საკმაოდ ისეთი სერიოზული ბრძოლები გადაიტანა, დაინახა, რომ როცა მან ჩადო თავისი სულისკვეთება, სურვილები, ძალიან სერიოზული შედეგები მიიღო. და ამ შედეგების შემდეგ ნელ-ნელა მას თავად ჩამოუყალიბდა ურთიერთობა ამ ძალასთან. დემონ კლაუნებზე ვსაუბრობ. და მან მკითხა, რომ თუ შეძლებ რომ ჩაწერო ერთი ვიდეო, სადაც მე ერთი შენი მოყოლით რომ არ დამავიწყდეს, შევძლებ შევიდე და ვნახო ხოლმე და ვისწავლო და რაღაცები გავიხსენო, როცა დამავიწყდება. ხო. იმიტომ რომ მე ვუთხარი, რომ გიკარნახებთ, უგნებავთ, ჩაიწერეთ, რაღაც ელემენტარულს გასწავლით, მაგრამ ამითხრა, რომ არა, ყოველთვის ვერ შეგაწუხებთ, რაც არ უნდა ჩავიწერო, იქ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს გავიარეთ, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ძალიან სახლის პირობებში ჩატარებული მაგიური მცირე ელემენტარული მოქმედებები, რომელსაც რთულია პროფესიონალმა დაარქვას რიტუალი. ჰუდუს ელემენტებით, სოფლის მაგიის ელემენტებით, ეკლექტიკურად არეული, შერეული, უпроსწორად, უფრო ლამაზად ვიტყვი, შეზავებული რიტუალები, ხომ, ეს სეანსები, უფრო გაცილებით სერიოზულ დონეზე ტარდება რიტუალურ სივრცეში, სადაც რა თქმა უნდა, არ არის დაშვება ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანებისა. ამიტომ თქვენთვის მე შევარჩიე ელემენტარული დასაწყისისათვის რაღაცა ანაბანა, რომ იცოდეთ, ასე თუ ისე შეარჩიოთ ის, თქვათ, ის საკმეველიც, ის მასალებიც, რომელიც მე გითხარით, ხომ, შეიძლება ყველაფერი არ ქონეთ, მაგრამ ელემენტარულიდან დაიწყოთ. და იმისათვის, რომ თქვენ შემდეგ უკვე სრულფასოვნად ჩაატაროთ თუნდაც ჰუდუს ელემენტებით, ხო, სახლის პირობებში მსგავსი რიტუალები, ნელ-ნელა უნდა ეცადოთ, რომ იპოვოთ ის მასალები და იპოვოთ ყველა ის რიტუალური ელემენტი, რაც იქნება საჭირო მერე უკვე სრულყოფილი, თუნდაც მარტივი სახლის პირობების ჰუდუს, როგორც ვამბობ, მე განგებ ვიმეორებ ამ სიტყვებს, რომ ვინმე შთაბეჭდილება არ შეექმნას, რომ მე ტყუილად ვსაუბრობ. განგებ ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს არის მარტივი სახლის პირობებში ჩატარებული რიტუალები, სეანსები, ასეთი, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა მცენარეებს, ხო, თქვათ, სიგილებს, ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ისინი არანაკლებ შედეგს იძლევიან, ვიდრე სერიოზული რიტუალური, უკვე სერიოზული რიტუალებით მე უკვე აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხს, იმიტომ რომ აქ ეს ზედმეტად მიმაჩნია და რას ვამბობდი, ისინი არანაკლებ შედეგებს იძლევიან, თუ თქვენ იქნებით გულწრფელები, არ მიმართავთ ამ ძალას სიხარბით და სხვის დასაზიანებლად, იმიტომ რომ ჯადოების კეთება და ზოგადად შურის ძიება, ეს არის სულ სხვა მიმართულება და ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, რაც მე არ მიმაჩნია კარგად, მით უმეტეს დამწყებთათვის. ამ მცირე შენიშნის შემდეგ გავაგრძელოთ მოსმენა და ნელ-ნელა მივუახლოვდეთ დასასრულს. იმედი მაქვს თქვენ გამოგადგებათ, მოკლედ დემონი კლაუნი, სანამ მას დაუკავშირდებით და დაიწყებთ მისგან რამის მოთხოვნას, მით უმეტეს მოთხოვნას, არათოთხოვნას, არ გირჩევთ რომ მოითხოვოთ,
თქვენ უნდა გქონდეთ დამყარებული გარკვეული კონტაქტი თვითონ ლუციფერთან. რადგან კლაუნეგი არის მისი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, მეგობარი და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ძალასთან გადაწყვეტთ ვთქვათ რაღაც რიტუალის ჩატარებას, ან თუნდაც გაცნობითი ხასიათის რაღაც პატარა სეანსის ვთქვათ პროცედურა, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა პროცედურასავით გამოდის იმდენად ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს ადამიანებზე, ხო, ეს ძალა, რომელიც არ განგიკითხავს და ყველაფერში გეხმარება იმისთვის, რომ შენ განვითარდე. უბრალოდ ადამიანი არ უნდა იყოს უმადური და დადებული პირობა უნდა შეასრულოს. სულ ეს არის საიდუმლო. და უნდა იშრომოს ასე შემწვარი და დახრაკული არ შემოგიფრინდებათ ფანჯრებში. ხო, ну მოკლედ ჯერ თავიდან გექნებათ კონტაქტი ლუციფერთან, მას დაუკავშირდებით. ეს აუცილებელია, უპირობოა გაითვალისწინეთ. შემდეგ უკვე კლაუნებთან სეანსები გაიარეთ. მისი შელოცვები არის ყველგან არის ერთი პრობლემა, რომელიც მე აღმოვაჩინე, არ არის ყოველთვის ინტერნეტში სწორედ მოცემული მისი ბეჭედი. ანუ შებრუნებულია კუდი არის სხვა მხარის და მე გაჩვენებთ ვიდეოს დასასრულს მისი ბეჭდის ორი ვერსია, აგრეთვე მას რამოდენიმე სახელი აქვს. ის არის არა მხოლოდ კლაუნეკი, არამედ ელა ანტიელი. გაჩვენებთ ამასაც და უნდა გაიაროთ მასთან ელემენტარულად რაღაც რამდენიმე სეანსი მაინც მედიტაციის თუნდაც. ბევრი არსებობს, ახლა გააჩნია თქვენ რამდენად ძლიერი მომზადება გაქვთ და გამოცდილება. თუ დამწყები ხართ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ძლიერი პრაქტიკი იყოთ, გირჩევთ რომ ლუციფერთან გქონდეთ კონტაქტი და პატარა ბეჭედი გქონდეთ მისი. ჯერ სცადეთ, იმიტომ რომ კლაუნეკს აქვს ერთი ძალიან რთული თვისება, თუ თქვენ მას არ დააფასებთ, თუ თქვენ არ შეასრულებთ დანაპირებს, მაშინ შეიძლება საერთოდ ყველაფერი დაგაკარგინოთ. ყოფილა ესეთი შემთხვევები, ხომ? თქვენ უნდა იმუშავოთ, ის გასწავლით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში საკმაოდ შეძლებული გახდეთ და არაფერი არ გიჭირდეთ. საერთოდ არაფერზე უარს არ ეუბნებოდეთ არც თქვენს ოჯახის წევრებს, არც თქვენ საკუთარ თავს, ფინანსურად იქნება თუ ფიზიკურად, მორალურად, ხომ? ანუ ყველაფერი გქონდეთ, კარგი მეგობრები გყავდეთ და ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ შრომა და მასთან ხშირი ურთიერთობა იმისთვის, რომ მან შეძლოს თქვენამდე მოიტანოს ინფორმაცია. ზოგჯერ ტელევიზორს ჩართავთ, რაღაცაზე ფიქრობთ და იქედან გაიგებთ პასუხს თითქოს შემთხვევით ნათქვამს, რომელიღაცა გადაცემის წამყვანის ან და ეს არადა მისი სიტყვები იქნება, იმიტომ რომ მე მინდა დაიმახსოვროთ ერთი სიტყვა, რომ არც ერთი დამთხვევა არ არის შემთხვევითი. განსაკუთრებით თუ თქვენ მაგიის შესწავლის გზას ირჩევთ ცხოვრებაში, ხო? და ეს უნდა დაიმახსოვროთ. აგრეთვე თქვენ შეიძლება სიზმრებში გქონდეთ აუცილებლად იქონიეთ პატარა რვეული ან დიქტაფონი უბრალოდ აი ტელეფონზე გქონდეთ გამზადებული იმისთვის, რომ როგორც კი გაიღვიძებთ, ჩაიწეროთ ის სიზმრები, რაც გაქვთ ხოლმე. საინტერესო რჩევას მოგცემთ, არასდროს გაღვიძებისთანავე თმაზე ხელი არ მოიკიდოთ. თითქოს რაღაცნაირად სასაცილოა, მაგრამ მე გამოცდილი მაქვს ეს ჩემს თავზე. აი პირადად გამოცდილი მაქვს, რომ არასდროს არ უნდა მოიკიდოთ თმაზე ხელი, იმიტომ რომ იმავე წამს დაგავიწყდებათ ყველაფერი რაც ნახეთ. ძალიან სასაცილოა, ბავშვურია ცოტა ხო, მაგრამ როგორც იტყვიან ცრურწმენა, მაგრამ ეს ცრურწმენა ჩვენამდე არ მოაღწევდა მართალი რომ არ იყოს გარკვეულწილად და ეს მე გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე. ასე რომ რა ვიცი, მე მგონი რთული არ არის. კომენტარებში შეგიძლიათ მომწეროთ, რაც გნებავთ. მე ახლა ვიდეოს მესამე ნაწილში გაჩვენებთ რამდენიმე ვერსიას მისი ბეჭდების და აგრეთვე მისი შელოცვა. თქვენ თვითონ უნდა წარმოთქვათ
108 ჯერ იზრუნეთ იმაზე, რომ შეიძინოთ თქვენთვის სასიამოვნო ფერის და ტექსტურის, ფაქტურის უბრალოდ, ბოდიში, ფაქტურის კრიალოსნები, ხო? ან ქვები ააწყოთ, სულ უკეთესი თუ იქნება ვერცხლის კრიალოსანი, მე მაგალითად ძირითადი მაქვს ვერცხლის კრიალოსანი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ვერცხლი. ამ კრიალოსნით ხშირად თქვათ მისი მანტრა, აგრეთვე დაუკავშირდეთ მას ამ მხრივ, მაგრამ არ დაგავიწყეთ ლუციფერი. ლუციფერი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს თქვენთვის როგორც დაცვა, საუკეთესო მეგობარი და მასწავლებელი, მაგრამ იცოდეთ, რომ რამდენსაც თქვენ გასცემთ, იმდენს მიიღებთ. რასაც დასთესთ, იმას მოიმკითეს ნამდვილია. დააკვირდით თქვენს აზრებს, თქვენს სიტყვებს. კარგი იქნება თუ ასკეზას აირჩევთ, რამეს ელემენტარულს, მაგალითად, თქვათ, ერთი დღე განდვრთვის. ან თუ ეწევით სიგარეტს, ან მოიხმართ რაღაც ალკოჰოლური სასმელები გიყვართ, ხო? იმასე შეიკავეთ თავი, ან ამოიღეთ საერთოდ თქვენი რაციონიდან რაღაც საკვები, რაც ძალიან გიყვართ. ეს იქნება თქვენთვის, თქვენი მხრიდან პატარა მსხვერპლი. ხო. ძალიან ბევრი რამე შემიძლია გითხრათ, უბრალოდ ვერ დავეტევით ასე ერთ ვიდეოში და მოკლედ მე გითხარით, რაც უნდა გააკეთოთ, ხო? ეს არის ელემენტარული, ყველაზე პატარა, შეგიძლიათ აქ მე არ დავდევი სანდლის ხის ეთერზეთი. კიდევ აქ შეგიძლიათ დაუმატოთ სურვილის შემთხვევაში. მუსკატი შეგიძლიათ ერთი მთლიანი ან ორი, თუ პატარები არის ორი, პატარა ქისაში, სადაც ამ ყველაფერს მოათავსებთ თქვენს პეტიციასთან და დემონ კლაუნეკის ბეჭედთან ერთად, ლუციფერის ბეჭედიც არ დაგავიწყდეთ. ხო? ან დაფხვნილი მუსკატი, შეგიძლიათ დროთა განმავლობაში, ხო მე გაჩვენებთ რაღაცას. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დემონი არის დემონი ანდრომალიუსი. გაკეთებული მაქვს მისთვის. ეს უბრალოდ უკვე დიდი ხანი წლები მაქვს, არ დამიწვია. ეს სანთელი, ეს არის სანთელი, გაჩვენებთ. ნახეთ, სანთელი, რომელსაც ფიტილი აქვს, ნახეთ. შიგნით არის გაკეთებული, ჩადებული. ანუ მოკლედ რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, ამას აქვს გარკვეული დრო, როცა მინდა, რა თქმა უნდა, დავწოვ, მაგრამ ასეთი პეტიცია, როდესაც მე დავწერე, მე დავწვი, აი ეს პეტიცია. მე დავწვი და ამ ცვილის გაკეთების დროს შევურიე ფერფლი. როდესაც თქვენ წვავთ პეტიციას, ხო? ახდენთ მის გარდასახვას. რაც არ უნდა გააქტიუროთ თქვენი სამუშაო რაღაც იარაღები, ხო, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. რაც არ უნდა სწორედ გააკეთოთ, ყველაფერი თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ აი მეხუთე ელემენტი ხართ თქვენ. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროთ და ყველაფერს მეუდექით ძალიან სერიოზულად, მაგრამ არა რაღაც ტრაგიკულად და ასე შემდეგ. სასაცილო არის, როდესაც ამის რომანტიზირება ხდება, მიხედეთ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას და იცოდეთ, რომ ეს არის თქვენთვის პირველ რიგში ყურადღების კონცენტრაციის და არა რაღაცა ჯადოსნური ილეთების, ხო? ჯადოსნური შპაგატები. ამიტომ ეს რომ არ მოგივიდეთ და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ შეგერხეთ, იყავით რეალისტები და იშრომეთ, იმუშავეთ. დემონი კლაუნეკი თქვენ მოგცემთ ძალიან ბევრ სტიმულს. თქვენ უნდა ისწავლოთ იმ ძალების მოსმენა. ყველაფერს მას ნუ დააბრალებთ, უბრალოდ უნდა ისწავლოთ იმ ძალების მოსმენა, რომლებსაც თქვენ ირჩევთ როგორც პარტნიორებს. დემონური ძალები, რომლების დემონებად აქციეს თანამედროვე რელიგიებმა, არ იყვნენ ყოველთვის დემონები, ეს ალბათ ნორმალურმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ისინი ადრე იყვნენ ძალიან დიდი ძალები, ისევე როგორც არიან ეხლა და ყველაზე მეტი რაც მათ სიამოვნებთ და სჭირდებათ ადამიანებისგან, ეს არის მათი თქვენი ყურადღება, თქვენი მათ მიმართ პატივისცემის აღიარების გამოხატვა. ხო? და არავითარ შემთხვევაში უმადურობა. ნებისმიერ შეკითხვებზე შეგეძლიათ შემეხმიანოთ კომენტარებში. მე ვეცდები, რომ მსგავსად ამ ვიდეოსი ასე მაინც სპონტანურად ავტვირთო, რაც შემიძლია ვისაუბრო და დანარჩენი უკვე ნახოთ, დრო გვიჩვენებს. ეხლა კი დროებით გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში და
გაჩვენებთ მის სიგილას და ენს. ახვალენ ესენ კლაუნეკ კი არ. ახვალენ ესენ კლაუნეკ კი არ. დემონი კლაუნეკი უზრუნველყოფს და დაგეხმარებათ. კეთილდღეობის მიღწევაში ის იქნება თქვენი ერთგული მასწავლებელი, რჩეველი და მეგობარი. მასთან უნდა დაამყაროთ 7 მეგობრული ურთიერთობა, რომელიც იქნება დაფუძნებული პატივისცემაზე. რასაც ჩადებთ, რამდენ ძალასაც ჩადებთ, იმდენს მიიღებთ მისგან. არ გამოიჩინოთ უპატივცემულობა, აგდებული დამოკიდებულება და უმადურობა. დემონი კლაუნეკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოკავშირედ საქმოსნად. შეგიძლიათ მას ბიზნესმენი, ხაზინადარიც კი უწოდოთ, მთელი იმავლადიდების, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ თქვენს ცხოვრებაში. მოიქეცით სტილობიანად, თავაზიანად და აფასეთ თქვენი მეგობრები, კეთილის ყოფილები და თქვენ დიდ წარმატებას მიაღწევთ. სისხლით არ არის საჭირო თავიდან პირობების დადება და ხელშეკრულების გაფორმება. თქვენ უნდა შეძლოთ მასთან ჯერ გქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება. მით უმეტეს უნდა იცოდეთ, რომ ისინი დემონური ძალები არ არიან მეგობრები ადამიანური გაგებით. ისინი არიან ძალიან ძლიერი მოკავშირეები. ისინი არ განგიკითხავენ თქვენ, მაგრამ გააკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენ მიზნის მისაღწევად გაიაროთ ყველა საზვერე, თუ კი საჭირო გახდება ამისათვის. ახვალენ ესენ კლაუნეკ კი არ. მიმართეთ ჯერ ლუციფერს, შემდეგ კი კლაუნეკს.